მოგესალმებით შემოკარგება. დღეს ტაროს მეშვეობით, აი ამ ტაროს, აი ამ ულამაზესი ტაროს მეშვეობით ვნახავთ თუ რას ფიქრობს და რას გიმალავთ თქვენი საყვარელი პიროვნება. ამ ვიდეოში განვიხილავთ მხოლოდ ერთ ვარიანტს, მაგრამ ძალიან ღრმად და დეტალურად. პრინციპში მაგრამ რა შუაშია, ღრმად და დეტალურად და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად სუფთა სურათის მისაღებად შევეცდები ყველანაირად უფრო და უფრო სიომისელად აგიღწეროთ მოცემული გაშლა. სანამ გაშლას დავიწყებ, მინდა ასევე შევეხოთ მნიშვნელოვან თემას, ხო, ენერგობალანს, როცა ჩვენი ენერგია ჰარმონიაშია, ურთიერთობებში, მეტ სითბოს, გულწრფელობას და სიმშვიდეს ვიღებთ ზოგადად, ხო? ბალანსის მდგომარეობა იცავს, ასე ვთქვათ, ჩვენგან ზედმეტით ანუ გვიცავს ჩვენ ზედმეტით კიბილებისგან და იზიდავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს ენერგიას აფასებს და არ აკრინებს და ამცირებს, ხო? ამიტომ, სანამ ზღვის გზნობებში ჩავიხედავთ, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მთავარი არის ჩვენი შინაგანი სიმტკიცე და სიმშვიდე, ხო? სხვა ვარიანტები და მინი-გაშლები ასევე მინდა აღვნიშნო და გითხრათ აქვე, ხო? ამავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ სამ ვარიანტად TikTok-ზე იქნება. უფრო მოკლე და სწრაფი ფორმატით ვაზიარებ ინფორმაციას TikTok-ზე და მარტივად მიიღებ პასუხებს იმ ვიდეოებიდან, რომელიც იქნება ამავე თემატიკის TikTok არხზე. არ დაგავიწყდეთ შემოძვირფასებულ ლაიქი, კომენტარი და არხის გამოწერა. თქვენი აქტიურობა მაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო ასე ვთქვათ, ღრმა და საინტერესო გაშლები და ვიდეოები შემოგთავაზოთ მომავალში. და მოდი დავიწყოთ ახლა ხო? რას ფიქრობს და რას გიმალავთ თქვენი საყვარელი პიროვნება? ნახოთ. რას ფიქრობს და რას გიმალავთ? თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენი საყვარელი პიროვნება. ახლა დავალაგებ არკანებს შემოგარგებო ეს. ყველასთვის თვალსაჩინოთ და აი ეს დავიწყებ პრობას სიტუაციის. ნახოთ, რას ფიქრობს და რას გიმალავთ პიროვნება. ორიენტაზე ვიდეო იწყებელია. ასე, მინდა რომ ხაზად დავაწყო და მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ხაზი მინდა რომ ვაუ წინა გაშლიდან წამოსული რაღაც არკანები აქ გვაქვს სხვათა შორის. ფონი რა გვაქვს ამ გაშლის, რა არის რეალურად ამ გაშლის ენერგეტიკული მდგომარეობა, ენერგიები დღევანდელი გაშლის ხმლების მეფეა. ისე იგი, არკანები ესე ვთქვათ, რაც ახლა დავალაგე, მკვეთრად მიყვებიან ამბავს თქვენი საყვარელი ადამიანის ფიქრების და საიდუმლოებების შესახებ და აქ ესე ვთქვათ ამ გაშლაში პირველივე წამიდან აი რა იგრძნობა იცით რომ ეს არ არის ასე ვთქვათ უბრალო ისტორია, ეს არის ორი ადამიანის კავშირი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს რომ ერთად იყოს და ამავდროულად რაღაცა შეუმჩნეველი ბარიერები არსებობს, რომლებიც ამ კავშირს ასე ვთქვათ აჩერებს, აპაუზებს და სტაგნაციაში აგდებს რეალურად, ხო? მთელი გაშლის ენერგია, ხო, ეს არის ხმლების მეფის ენერგიაზე ვსაუბრობ ახლა. დგას აი ამ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნების გონებრივ სიძლიერეზე, ხო, ეს არის პიროვნება, ვინც ყველაფერს გეგმავს, აკონტროლებს და საკუთარ ემოციას და არა მხოლოდ ემოციას, ყველა ემოციებს მხოლოდ მაშინ გამოხატავს, როცა დარწმუნდება, რომ აი მათი გამოხატვით არაფერი დაშორდება და უსაფრთხოა მათი გამოხატვის, ესე ვთქვათ, საშუალება და როდესაც ამაში წვდება, მხოლოდ მაშინ გამოხატავს თავის ემოციებს და გზნობებს, ხო? ეს არ არის ესე ვთქვათ გულწრფელი პიროვნება, რომ ყოველ წამს გულწრფელი იყოს, არა ეგეთი არ არის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ან იტყუება, ან რაღაცას იცნობს მოგატყოთ, არა, არამედ იმიტომ, რომ თავის შიშებს, ასე ვთქვათ, და დაუმუშავებელ წარსულს გიმალავთ ეს პიროვნება. აი პირველი ბლოკი, პირველი ეს 4 არკანი, ხო? ორიენტასები
კვერთხების დედოფალი, სამართლიანობა და თასების ტუზი. რას მეუბნება, ხო? გვიყვება და მიყვება მე თქვენს ემოციურ კავშირზე. თქვენ შორის ნამდვილად არის ძლიერი მიზიდულობა, ღრმა, ასე ვთქვათ, ერთმანეთისადმი ასე ვთქვათ, აი გადაკაჩვარო არის, ხო, რომ იკაჩებით ერთმანეთისკენ და ღრმა გაგება სხვათა შორის ერთმანეთის შეიძლება ვინმეს უცხოს თვალით დანახulis, ასე თქვენ რომ აუ ერთმანეთს საერთოდ ვერ უგებენ, ერთმანეთისთვის საერთოდ არ არიან ესენი შექმნილები, ვაფშე არ არის წყვილი, მაგრამ არა, გაქვთ თქვენ რაღაცნაირად ღრმა ერთმანეთს გაგება, გრძნობთ ერთმანეთს და რაღაც ისეთი რაც სიტყვებით აი ვერ ვხსნი, მეც რო ვერ ვხსნი და ვერც რო აიხსნება, ხო? როგორც ქალი თქვენ მის ცხოვრებაში ხართ, ასე ვთქვათ, სინათლის შუქის წყარო. თავდაჯერებული კვერთხების დედოფალზე მაგ საუბარი აქვს. თავდაჯერებული, ძლიერი, მომხიბვლელი, მაგრამ მის გონებაში არსებობს, ასე ვთქვათ, ჭყალებში როგორც წესები, რომლებიც მას აძლევს საშუალებას და ასე ვთქვათ, ვერ აძლევს მას, ასე ვთქვათ, სრულ თავისუფლებას, რომ მოგიახლოვდეთ, როგორც მას სურს და როგორც გულში ყავხართ, აი ისე რომ მოგიდგეთ არ შეუძლია, იმიტომ რომ აი ეს წესები და აი ეს დაბკოლებები მას უქმნის ბარიერებს. შეიძლება ასე ვთქვათ, ეს იყოს მისი ვალდებულებები, სამართლიანობიდან გამომდინარე, წარსულის ისტორია, ან უბრალოდ შიშები, რომ არ დაკარგოს კონტროლი, რომ არ დაკარგოს კონტროლი საკუთარ თავზე, რომ თქვენთან თუ გაიხსნება ბოლომდე ემოციებში და გრძნობებში ეშინია, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს და ასე ვთქვათ, თქვენ არ მოირგოთ დომინანტის როლი ამ ურთიერთობაში და თვითონ ასე ვთქვათ, თქვენზე დაბლა მდგომი აღმოჩნდეს ამ ურთიერთობაში. შემდეგ, ასე ვთქვათ, მეორე ბლოკი, ხო, აი მეორე ხაზი. ეს არის განდეგილი, 7-იანი თასები, 7-იანი პენტაკლები და თასების რაინდი. ეს არკანები მიჩვენებს, რომ ის არის აი სიმარტოვეში, აჩვენებს მის მარტოობას. თითქოს გარეგნულად ჩვეულებრივად ცხოვრობს, მაგრამ შინაგანად ძალიან მარტო არა, აი რესურსო მდგომარეობა აქვს შიგნით გულში, სულში. ოცნებობს წარმოისახავს, ასე ვთქვათ, წარმოიდგენს სცენარებს, მაგრამ აი კონკრეტული ნაბიჯების გადმოდგმა უჭირს თქვენთან მიმართებაში, ხო, დრო აქ არ არის მთავარი. უბრალოდ დრო არის აქ მთავარი ფაქტორი, კი ბატონო. თითქოს რაღაცნაირად აი თითქოს არის, თან არ არის, ხდები თითქოს აი გაიწელა, თან დროის თემა რო გონიათ, რომ შეიძლება რამე შეიცვალოს, თან არ არის, იმიტომ რომ დრო გადის და მაინც არაფერი არ იცვლება, ხდებით. თითქოს ელოდება ეს პიროვნება უსასრულოდ, რომ რაღაც პირობები შეიცვლება, სანამ თავის ნამდვილ გრძნობას სრულად გამოხატავს თქვენთან და გამოგიტყდება თავის ემოციებსა და გრძნობებში და მაინც ხო გულის სიღრმეში მას სურს მოვიდეს თქვენთან, სურს გაგიზიაროთ საკუთარი ემოციები, მაგრამ ნუ არ ჩქარობს, პიროვნება არ ჩქარობს. აი ეს დრო თითქოს მნიშვნელოვანია, თან უკვე იმდენად მნიშვნელოვანი იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში, უმნიშვნელო გახდა, იმიტომ რომ არავითარი ნაბიჯი კონკრეტული პიროვნებიდან თქვენკენ არ არის რეალური ნაბიჯი. შემდეგ უკვე რა სურათი მაქვს თვალწინ 6-იანი ხმლები, ჩამოკიდებული კაცი, 8-იანი კვერთხები, 4-იანი კვერთხები. აი ეს სურათი აშკარად გვიჩვენებს, რომ მისი ცხოვრება თითქოს რაღაც აი გადაადგილების პროცესია, ხო? რაღაც ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირისკენ რომ მიემართება. თითქოს უფრო 7 ნაპირებისკენ რომ უნდა წავიდეს, ხვდებით? ის ესე ვთქვათ ერთ მხარეს არის სურვილები, რომ დატოვოს ძველი, მიატოვოს ძველი და ახალში წავიდეს. მძიმე ენერგიები, ხოლო მეორე მხარეს არის გაჩერება, ყოყმანი, ჩამოკიდებული კაციდან გამომდინარე, ხო? ეს გაჩერება და შეჩერება მისი არ არის უსაფუძვლო, ხო? მას სჭირდება საკუთარი შინაგანი რაღაც რწმენა და რაღაც საკუთარ თავში გარკვევა. და როცა ამ ყველაფერს საკუთარ თავში გაანალიზებს და გაარკვევს და დარწმუნდება თავის, ესე ვთქვათ, ფიქრებში და აზრებში, ხო? ნაბიჯი იქნება ძალიან სწრაფი. ეს იქნება 8-იანი კვერთხებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სწრაფი მოქმედების არკანია 8-იანი კვერთხები, ხო? შესაძლებელია მისი ნაბიჯი თქვენთან თავიდან იყოს რაღაცნაირად
არ ვიცი, დაკავშირება ხო, ან ინტერნეტის საშუალებით, ან მოვიდეს მოგაკითხოთ სახლთან მოვიდეს არა 4-იანი კვერთხები აქვე მოგაკითხოთ და ისე აგიხსნათ რაღაცეები ხო, იმიტომ რომ დღეს თქვენ შორის აშკარა სტაგნაციაა ხო. მოულოდნელი იქნება მისი გამოჩენა მოკლედ ხო? შეიძლება არც დაკარგულად თქვენი ცხოვრებიდან და გვერდით ყავთ, მაგრამ აი ეს გამოღვიძება მისი მხრიდან თქვენთან მიმართებაში თქოს ახალი გამოჩენა იქნება, ახალი გამოღვიძება, რაც თქვენთვის ძალიან ასე ვთქვათ გასაკვირიც აღმოჩნდება ხო, უცებ რა ხდა რა დაემართა ადამიანს ხო? მისი ოცნება რომ ვიკითხოთ, ასე ვთქვათ, რაზე ოცნება ხო? სტაბილური, მშვიდი ურთიერთობაა თქვენთან 4-იანი კვერთხებიდან გამომდინარე. სადაც იგრძნობს რომ აი შინ არის, სახლშია, თავისთან არის ხო? მაგრამ ამ ასე ვთქვათ ბრჭყალებში შინ ყოფნამდე ხო ჯერ კიდევ რამდენიმე კარის გაღება საჭირო პირდაპირ ასე რომ ვთქვათ ხო რაღაც ძველი რაღაცების უკანმეტოება ძველი ცხოვრების ძველი ცხოვრების სტილის არც ისეთი მარტივია სხვათა შორის და რაც ასე ვთქვათ მასში ძალიან დიდ შიშს იწვევს რადგან ძალიან რთულია შენი ერთი სტაბილურობიდან რაოდენად ცუდი არ უნდა იყოს გამოხვიდე იმ თუნდაც ცუდი სტაბილურობიდან, იმიტომ რომ მიჩვეული ხარ ასე ყოფილას და რაღაცის ახალი შენება დაიწყო, მით უმეტეს აი, როგორ ვთქვათ, თასების მეფიდან გამომდინარე, პირდაპირ გეტყვით, რომ პატარა ასაკის არც თქვენ ხართ, არც ის არის და ამ ასაკში უკვე ეს ყველაფერს თავიდან დაწყება ძალიან აშინებს ადამიანს. და ბოლოს არკანები ქურუმი ქალი, ტუზი ხმალი. ქურუმი ქალი. ლების ტუზი. 7-იანი კვერთხები. 5-იანი თასები რასმევნება, ხო? სიღრმისეულ საიდუმლოებებზე. ის მალავს ბევრ ამეს, რაც მისი შინაგანის სამყაროს ნაწილია. ეს შეიძლება იყოს წარსული ტკივილი, საკუთარი სისუსტეები, ან უბრალოდ ის ემოციები, რომლებიც მასშია და რომლების ჩვენებისაც მას ეშინია. იცავს თავის საზღვრებს ეს ადამიანი თითქოს აშენებს რაღაც კედლებს თქვენთან მიმართებაში, რომ არ დაშავდეს, ანუ თვით დაცვის მდგომარეობაში იმყოფება ახლა, ხო? და მაინც ამ კედლების მიღმა არის დანაკარგის გრძნობა. აი ზუსტად 7-იანი კვერთხები ეს ბარიერებია, რომელსაც თქვენ გიშენებთ და თითქოს თავდაცვის პოზიციაშია თქვენთან მიმართებაში, მაგრამ მაინც აქვს დანაკარგის გრძნობა ამ ადამიანს სინანული იმაზე, რაც არ თქვა, არ გააკეთა, ან დროზე ვერ მოახერხა, ან რაც გააკეთა და იყო არასწორი და ახლა მას ნანობს, ან ყველაფერი ერთად აღებული, ხო? რეალურად ეს კავშირი, მოდით ასე ვთქვათ. სადაც სიყვარული და ემოციები მძიმე აი ესე არსებად ერთად არსებობს, მოდით ესე ვთქვათ, ხო? აი ამ მდგომარეობას გვიჩვენებს. მომავალში თუ პიროვნება შეძლებს შიდა ბარიერების მოხსნას, ხო? რეალურად. მოხსნის, დაანგრევს ამ ბარიერებს, ამ კედლებს გაანგრევს რეალურად, ხო? მოდი ასე ვთქვათ, გეტყვით, რომ თან ისე შეძლებს, რომ არ დაშავდეს, ხო? ის აუცილებლად, ასე ვთქვათ, შეძლებს თქვენთან რაღაც საერთო მომავლის აშენებას. ამისთვის კი მთავარია გამბედაობა მისი მხრიდან და ერთხელ რომ გადაწყვეტს, იმაზე აღარ იყო ყვანოს, ადგეს მისი, ასე ვთქვათ, გაფიქრებული მყისიერი მომენტი და ეგრევე განახორციელოს და გადადგეს თქვენკენ ნაბიჯები, ხო? რეალურად ეს პიროვნება ან კედლები რომ აგიშენათ და ბარიერები რომ აგიშენათ თქვენ ხომ, აი რეალურად ხომ ძალიან ცუდად გრძნობს თავს, აი პირდაპირ ვთქვათ, ხო? თქვენ შორის შესაძლებელია მართლაც შესაძლებელია ახალი უფრო ღრმა ფაზა, მაგრამ მანამდე თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენს ენერგო ბალანს არ ჩამოსცილდეთ და არ დაკარგოთ ის. ეს თქვენ პირად ძალას, ასე ვთქვათ, დააზიანებს და თუ თქვენ შეძლებთ ენერგო ბალანსის შენარჩუნებას და არ დაკარგავთ მას და გააძლიერებთ მას, ხო? ეს თქვენს ძალას ზუსტადაც პირად ძალას გაზრდის და მისკენ მიზიდულობას კიდევ უფრო გააძლიერებს, ხო? სულ ეს იყო ჩამოკარგებო, ვცლათ იმაზე, საერთოდ ანუ მაინც განსხვავებული ფორმატი გამოვიდა TikTok-ზე სამივე ვარიანტში, რომ შეაერთო შესაძლებელია დაიჭერთ რაღაც თქვენი მომენტები, მაგრამ დამატებით თუ დაიჭერთ თქვენს მომენტებს ამ გაშლის შემდეგ, შეგიძლიათ TikTok-ზე გადახვიდეთ
გამოიწვევთ ჩემი არხი და ლაიქოთ ვიდეო და უყუროთ. ჩემთვის თქვენი მხარში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ასე ვთქვათ დიდ სტიმულს მომცემს მომავალშიც უფრო და უფრო მეტად საინტერესო ამბები შემოგთავაზოთ. TikTok-ზე უკვე გავაჟღერე. არა, ჯერ არ გამიჟღერებია. ცოტა ხანში გავაჟღერებ. იქაც და აქაც. მოკლედ, შეგიძლიათ ბონუსად უყუროთ იმ გაშლებს, სამი ვარიანტია, სამ ვარიანტად ჩამოყალიბებული ეს იგივე თემა და იქ თითქოს ერთ თლიანობათა შეგიძლიათ ჩამოყალიბოთ, ხო, თუ თქვენი ვარიანტი ეს არ იყო, იქაც შეგიძლიათ უყუროთ და თქვენი თავი საკუთარ სიტუაცია ამოიცნოთ იქ. თუ ასე ვთქვათ, ამ ისტორიაში თქვენი თავი ამოიცანთ, თუ იზენით რომ ეს სიტყვები თქვენზეა, თქვენ გულს შეეხო. ანუ რეალურად ეს არ არის შემთხვევითობა, ხო, რომ გახართ და ჩემს გაშლებს უყურებთ. ანუ რაღაცა არის, ხო? შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, რომ პირადად თქვენს ისტორიაზე მორგებულად დავშალოთ სიტუაციურად ტარო, ხო? ყველა, ასე ვთქვათ, ემოციის, პიროვნების იმ ემოციის სანახავად და ასე ვთქვათ, ჩანაფიქრების და ნაბიჯების სანახავად, რაც მომავალში თქვენთან მიმართებაში ჩაფიქრებული. საჯარო გაშლა ძალიან კარგია. სიღრმისეულად ყვება ყველაფერს, თან მეც ყვები სიღრმისეულად ყველაფერს, რეალურად ნამდვილად ძალიან სიღრმისეულად ყვები, მაგრამ მაინც უცხოარი პირადი გაშლა, რომელიც მორგებულია თქვენზე და თქვენზეა გაშლილი. იმასაც აღნიშნავ, რომ ყველა გაშლა ვერ იქნება თქვენზე მორგებული, ეს არ არის მართებული და არც სწორი, რომ ყველა გაშლა თქვენზე იყოს მორგებული და ამას მომთხოვთ საჯარო გაშლებში. მომწერეთ WhatsApp-ზე, დამიკავშირდით და თუ გსურთ თქვენზე კონკრეტულად, გავშალოთ პირადში თქვენ სიტუაციაზე. დაგემშვიდობებით, შემოკარგებო, კარგად იყავით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ.